გამოიწეროთ არხი. იყო ერთი მეთევზე, რომელსაც ერთი შვილი ყავდა. ის შვილი ყოველდღე სათეზაოდ დაყავდა. ერთ დღესაც მივიდნენ მდინარესთან. ყალში დადე დადაგდეს და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ მეთევზემ თქვა, აბალ სახში ურაბს მოვიყვან, აბა ამდენი თევზი როგორ წავიღოთ? მეთევზე წავიდა. შვილი მდინარესთან დარჩა და რას ხედავს? ამ თევზებში ერთი წითელი ულამაზესი თევზია. დაუჩებ, ეს თევზი ეუნება. გამიშვირა, გადამარჩინე და მე ყოველთვის დაგეხმარებიო. შეეჩოდა ვით და დაკავსო. თევზმა ერთი ფხამიშა, როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება ეს ფხა ამოიღე და ჩემი სახელი ახშენე. მე დაგეხმარებ. მოვდა მამა და რომ გაიგო თევზი რომ გაუშვა, სულში უთხრა, თვალით აღარ დამენახო. დაიკარგეო, მაჭვილი წავიდა. უთხრა ხედავ, ირემი მორბში და უკან ჯაღლები მოსდევენ. შეეჩოდა ბიჭი და ირამ დაიხმარა. მომადინეებს უთხრა, არც ხვენიათ, ჩემირებ როგორ მისდევთო. მომადინეებს ეგონა, იმ ბიჭის ირემი იყო და თავი დაანებეს. ირემმა უთხრა, მადლობა მაჭვირო. ამი ბეჭვია ისე და როცა დაგჭირდები, ყოველთვის დაგეხმარებიო. ბიჭმა გზა გააგრძელა. უჩებ ხედავს, რომ მიფრინავს და არტივი მოსდევს. შეეჩოდა წერო. აჭის კომბალი ესროა და წერო გადარჩინა. წერო ერთი და გამოიჭრო და ბიჭუთრა. ჩემი და შენ გქონდეს და როცა ჩემ სახელ ახშე და მე აუჩრილებლად დაგეხმარებიო. ბევრი არა თუ ცოტაი არა, ერთ ციხე სიმაგრეში მიადგა. ამ ციხე სიმაგრეში ულამაზესი ქალი ჩხუბდა. ქალი ამბობდა, ისეთ ბიჭს გავუყევი ცოლად, რომელსაც დამალვა შეუძლია. ეს ბიჭი მივიდა და გამოუთრა, თუ ისე ზამემალები ვერ გიპოვო, თუ რადგან მოყვები და თუ გიპოვე, სიხაში თაქვშვა. ეთადეო თუ გამბოგივაო. კარგიო, უთხრა ბიჭმა, ამასო ფხა. ითელი თავი იქვე გაცდა. ბიჭმა უთხრა, რამე მიშველე, თადვე დამალეო. თაზმა ძვირში ჩაიყვანა, ორმა მორცხარა, შეგნით ჩასვა და გადაეფარა. მაგრამ ქალმან სარკეში დაინახა. ამოიღო ირმის ბედვი. ირემით იქვე გათდა. ირემო მიშველეო, ისე დამალე და ვერავინ მიპატას. ირემამ გამოქვაბულში წაიყვანა. არ გათდამალა, მაგრამ ქალმა სარკეში მაინც დაინახა. რა უნდა იქნა ბიჭს? ქალმა იყო და ვაფრინდა წერო. წერო მიშველე დამალეო. ერამ უთხრა, ჯიშველიო, ხულებში გააფრინა და კარგად დამალა. დიდხანს იყურა სარკეში ქალმა და ბოლოს მაინც მიაგნო. დახონდა ბიჭი და წავიდა ტყეში. უჩვად მელა შეხვდა, თუმცა დაღლები მოსდევდნენ. თავით ასეთლში დამალა მელა და გადარჩინა. ვიზამ უთხრა, რადგინდა მთხოვეო, ყველაფერს შეგისურვებ. ბიჭად მეტი რა უნდოდა. გადმე დამაზე გეხვეჭები. ისე რომ ვერავინ ნახოსო. ეშვაკმა მელა
დიდი გვირავი გათხარა. ცირიდან დაიწყო და ზუსტად იმ ტახტის ქვეშ მივიდა, სადაც ქალი ჯდა. ქალმა დიდხანს უყურა სარკეში, მაგრამ რაც დაინახავდა, ბიჭი გვირავში იჯდა, ზუსტად იმის ტახტის ქვეშ. კარგი, შენ გაიმარჯვეო, უთხრა ქალმა. ბიჭი გახარებული გამოვიდა. ქალმა უთხრა, შენი თვალი გახდებიო. იქორწინეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ასე დაუფასდა ბიჭს იკეთის კეთება. დამთავრდა ეს ზღაპარი. თხოთ გამოიწეროთ არხი.